თურუკას შეხედავთ კასპიის ზღვა ზღვის მსგავსია. თითქოს მას შეუძლია დანარჩენ მსოფლიოსთან დაკავშირება. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ის სრულიად ხმელეთით არის გარშემორტყმული. მოწყვეტილია დედამიწის ყველა ოკეანისგან. და ეს აჩენს მოტყუებით მარტივ კითხვას. რა არის სინამდვილეში კასპიის ზღვა? ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ სახელმძღვანელოს ჩანაწერი არ არის. ეს განსაზღვრავს, ვის აქვს კონტროლი უზარმაზარ ენერგორესურსებზე, ვის აქვს სამხედრო წვდომა და როგორ იყოფენ 5 ქვეყანა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სადაო წყლის აუზს. და ეხლა კიდევ ერთი პრობლემაც არსებობს, რომელიც შეიძლება სიტუაციას შეუქცევადად შეცვალოს. ამიტომ, სანამ გავიგებთ, ვინ აკონტროლებს მას, უნდა გავიგოთ, რა არის ეს და რატომ ვერ თანხმდებიან მასზე. კასპიის ზღვა ესაზღვრება რუსეთს, ირანს, თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს. თითოეულ მათგანს სურს მისი ფლობა. ის ძალიან დიდია, რომ უგულებელყო. ძალიან ძვირფასია, რომ განუსაზღვრელი დატოვო. და ძალიან უჩვეულოა, რომ მარტივად დააკლასიფიცირო. ის მარილიანია, თუმცა არა ისეთი მარილიანი, როგორც ოკეანი. მას აქვს ტალღები, დინებები და ეკოსისტემები, რომლებიც ზღვას გავს. მაგრამ გეოგრაფიულად ის კონტინენტის შიგნითაა მოქცეული. და სწორედ ამ წინააღმდეგობაში იწყება პრობლემა. მილიონობით წლის წინ კასპიის ზღვა საერთოდ არ იყო იზოლირებული. ის იყო ბევრად უფრო დიდი ოკეანის სისტემის ნაწილი, რომელიც გადაჭიმული იყო დღევანდელი ევროპის და აზიის ტერიტორიაზე. ტექტონურმა გადაადგილებებმა ნელ-ნელა ჩაკეტა ის, სანამ ოდესღაც მსოფლიოთან დაკავშირებული წყალი შიგნით ხმელეთზე არ გამოკეტა. რაც დარჩა, არც ტბა იყო და არც ზღვა. წყლის დონე იზრდებოდა და იკლებდა. მარილიანობა იცვლებოდა. სანაპირო ხაზები გადაადგილდებოდა და ეს არასტაბილურობა არასდროს შეწყვეტილა. ბევრად ადრე ვიდრე თანამედროვე საზღვრები გაჩნდებოდა, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმპერიები და ადგილობრივი მმართველები, რომლებსაც კონტროლი სურდათ. ევროპელი ლიდერები პოლიტიკურ ალიანსებს ამყარებდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას ქრთამავდნენ, რათა ნავთობის ადრეულ საბადოებსა და სავაჭრო მარშრუტებზე წვდომა მოეპოვებინათ. მაშინაც კი მე-10 საუკუნეში ნავთობს მოიპოვებდნენ განათებისთვის, მედიცინასა და სამრეწველო მიზნებისთვის. ეს გარკვეულ ტენდენციად ჩამოყალიბდა. იმპერიები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ სრულ კონტროლს ვერავინ ამყარებდა. სწორედ ამ ერთიანი მმართველი ძალის არქონამ განსაზღვრა რეგიონის მომავალი. კასპიის ზღვის რეგიონში ეს ტენდენცია არასდროს დარღვეულა. უბრალოდ ყველაფერი უფრო ძვირი გახდა. თევზჭერა, განსაკუთრებით ზუთხისჭერა ხიზილალისთვის, არამკაფიო მმართველობის გამო გადაჭარბებულ ექსპლუატაციას განიცდიდა. მმართველობის სიცხადის გარეშე გადაჭარბებული თევზჭერა სწრაფად გადაიქცა პრობლემად. მარაგები შემცირდა, სახეობები საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეს ტენდენცია მარტივი იყო. როცა წესები გაურკვეველია, ყველა იღებს ინდენსაც შეძლებს. და ეს ტენდენცია გავრცელდა რესურსებზე, რომლებიც ბევრად უფრო ძვირფასია ვიდრე თევზი. ნავთობმა და ბუნებრივმა გაზმა კასპიის ზღვა პრიზად აქცია ჯერ კიდევ მანამდე, სანამ თანამედროვე ენერგეტიკული მოთხოვნები გაჩნდებოდა. ამ რესურსზე კონტროლმა რეგიონული და გლობალური ინტერესები განსაზღვრა, სადაც რუსეთი როგორც მთავარი ევროპული ძალა პირდაპირ წვდომით სარგებლობდა. რუსეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელსაც კასპიის ზღვაზე წვდომა აქვს. და როდესაც მისი ტერიტორია გაიზარდა, ეს რეგიონი მისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა. პეტრე დიდის მმართველობის დროს, მკვლევარმა ფიოდორ სოიმანოვმა კასპიის ზღვის რუკა შეადგინა, რაც ვაჭრობის გაძლიერებასა და რუსეთის დომინირების განმტკიცებას შეუწყო ხელი. ეს კი ნიშნავს, რომ შეიარაღების რბოლა დაიწყო. საბოლოოდ კომუნისტებმა გაიმარჯვეს და საბჭოთა კავშირმა კასპიის ზღვის კონტროლი მოიპოვა. დაიწყო კონტროლის ახალი ეპოქა. საბჭოთა დომინირება იმას ნიშნავდა, რომ კასპიის ზღვის უმეტესი ნაწილი ცენტრალიზებული კონტროლის ქვეშ იყო. ამის შედეგად მხოლოდ ირანი დარჩა დამოუკიდებელ სანაპირო სახელმწიფოდ, რომელიც თავად არეგულირებდა რთულ ურთიერთობებს გლობალურ ძალებთან. რადგან მსოფლიოს ბედი ნავთობის ბედზეა დამოკიდებული. კასპიის ნავთობის კონტროლი ძალას ნიშნავდა. საბჭოთა კავშირი ამ რესურსებზე იყო დამოკიდებული გლობალურ კონკურენციაში, ხოლო ცივილმა ომმა ზღვის გასწვრივ სწრაფი ინდუსტრიალიზაცია გამოიწვია. ნავთობის პლატფორმებმა, ტანკერებმა და ინფრასტრუქტურამ რეგიონი გარდაქმნა. გარემოსდაცვითი პრობლემები ადვილად მეორეხარისხოვანი იყო გეოპოლიტიკასთან შედარებით. საბჭოთა ეპოქის მილსადენებმა შექმნა როგორც ეკონომიკური არტერიები, ასევე სამართლებრივი სირთულეები, რომლებიც დღემდე გრძელდება. ნავთობის მილსადენების, პორტებისა და საცავი კვანძების ქსელმა შექმნა რესურსების კონტროლის პირველი თანამედროვე გეგმა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც კი ამ ინფრასტრუქტურამ განსაზღვრა, რომელი მარშრუტები შეიძლებოდა გამოყენებულიყო, რომელი სახელმწიფოები იღებდნენ ყველაზე მეტ სარგებელს და როგორ აწარმოებდნენ საერთაშორისო პარტნიორები მოლაპარაკებებს წვდომის შესახებ. და შემდეგ ყველაფერი დაინგრა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად კასპიის ზღვის სანაპიროები მკვეთრად შეიცვალა. 15-მა სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, რადგან რუსეთის ტერიტორია შემცირდა. აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვის სანაპიროს დიდი ნაწილი მიიღეს. რუსეთს კვლავ ჰქონდა წვდომა, მაგრამ ზღვა ახლა მკაცრად იყო დაყოფილი, ახლა ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებს შორის.
თითოეულს ჰქონდა გადაუდებელი ეკონომიკური ამბიციები. ხალხმა დაიწყო რეგიონისთვის ანგარებიანი თვალით ყურება. ესეთი ფიგურები, როგორიცაა მომავალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, ხაზს უსვამდნენ კასპიის რეგიონს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეგიონს. ეხლა ჩამოყალიბებული ქვეყნები მზად იყვნენ დასავლეთის გავლენისთვის, რადგან ისინი ცდილობდნენ რუსეთის ჩრდილიდან გამოსვლას. ამასობაში საბჭოთა კონტროლი 3800 მილის სანაპიროდან მხოლოდ 464 მილამდე შემცირდა. ამ ყველაფრის ფონზე დაძაბულობა გაიზარდა. ყველა ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას რთულ და მაღალი ღირებულების არენაზე. კასპიის სტატუსი 10 წლეულების განმავლობაში გაურკვეველი რჩებოდა. ადრეული შეთანხმებები, როგორიცაა 1921 და 1940 წლების საბჭოთა ირანის ხელშეკრულებები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოძველდა, რის შედეგადაც რეგიონის რესურსებზე ყველას გაუჩნდა პრეტენზია. კლასიფიკაციის საკითხი დღემდე კვლავ გადაუწყვეტელია. მიჩნეულია, რომ კასპიის ზღვის ქვეშ 292 ტრილიონ კუბურ ფუტზე მეტი ბუნებრივი აირია დამარხული. ეს საკმარისია იმისთვის, რომ აშშ-ს თითქმის 9 წლის განმავლობაში მიაწოდოს ბუნებრივი აირი არსებული მოხმარების დონეზე, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს აუთვისებელ მარაგად აქცევს. რუსეთი და ირანი ტბის კლასიფიკაციას იმავე მიზეზით აყენებენ, როგორც ყოველთვის, რადგან ეს სამი ახალი სახელმწიფოს გარეთ ტოვებს. მაგრამ თუ მისი კლასიფიკაცია შეიძლება, ყველაფერი დანარჩენით შეიძლება. თუ მას ზღვად დაასახელებენ, საერთაშორისო კანონმდებლობა ამოქმედდება. ღია ცდომა, საერთო რესურსები, არც ერთი ქვეყანა არ აკონტროლებს ზღვის ფსკერს. თუ მას ტბად დაასახელებენ, ძველი საბჭოთა ირანის ჩარჩო უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და იყოფა იმათ შორის, ვისაც ყველაზე ძლიერი პრეტენზია აქვს. ეს მთლიანად ცვლის თამაშის წესებს და ეს არ არის ის, რაც ძალაუფლების მქონე პირებს სურთ. რუსეთის ეკონომიკა მას შემდეგ გაჯირვებაშია, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და ქვეყანამ მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცა. ეს მას კასპიის რესურსებით უფრო მეტად დაინტერესებულს ხდის, ვიდრე ოდესმე. ირანი კი ამავე დროს მთელი ისლამური რესპუბლიკის ეპოქის განმავლობაში კონფლიქტში იყო ჩაფლული. კაზახეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი ყველა ძლიერად არის დამოკიდებული ბუნებრივ რესურსებზე, რათა რეგიონში გავლენიან მოთამაშეებად ჩამოყალიბდნენ. ყოველი სანტიმეტრი დავის საგანია და ეს სანტიმეტრები მილიარდებს ნიშნავს. ენერგიის წარმოება მაღალი ფსონების თამაშია. აზერბაიჯანი აწარმოებს კასპიის ამჟამინდელი ნავთობის დაახლოებით 60%-ს. ბურღვის 10 წლეულებმა და სანაპირო კუნძულებზე სტრატეგიულმა მდებარეობამ მას უპირატესობა მისცა. რეგიონის ღია ბაზარი და რესურსების სიმდიდრე დაძაბულობას აძლიერებს, რაც კონფლიქტის ალბათობას ზრდის. კასპიის ზღვის გარშემო მდებარე თითოეულ სახელმწიფოს გადაფარული პრეტენზიები და ხშირი დაპირისპირებები აქვს. აზერბაიჯანი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ირანი და თურქმენეთი აქტიურად ცდილობენ გაფართოვდნენ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანი თავისად მიიჩნევს. ეს კიდევ უფრო რთული შეიძლება გახდეს, თუ კასპიის ზღვის ისტორიაში ყველაზე დიდი პროექტი რეალობად იქცევა. ეს მიგვიყვანს ტრანსკასპიურ ნავთობის სატრანსპორტო სისტემამდე, მასიურ პროექტამდე, რომელიც გულისხმობს ნავთობის გადატანას ყაზახეთიდან აზერბაიჯანში და შემდეგ პირდაპირ ისეთ მნიშვნელოვან ცენტრებს, როგორიცაა შავი ზღვა ან ხმელთაშუა ზღვა. ეს შექმნის ექსპრეს მარშრუტს და თავდაპირველად დღეში 500,000 ბარელამდე ნავთობის გადაზიდვას უზრუნველყოფს. ეს წარმოადგენს სტრატეგიულ ენერგეტიკულ ალიანსს იმ ქვეყნების შორის, რომლებიც დასავლეთის ბაზრებისკენ იხრებიან. ამ პროექტის გავლენა შეიძლება სეისმური იყოს. ტრადიციული რუსული და ირანული მარშრუტების გვერდისავლით შეიძლება შეცვალოს რეგიონული ძალთა ბალანსი, ენერგიის ფასებისა და პოლიტიკური გავლენის მხრივ. გარემოს დაცვითი შეშფოთებებიც მნიშვნელოვანია. წყალქვეშა მშენებლობამ შეიძლება დაარღვიოს ეკოსისტემები და გაზარდოს ტანკერების მოძრაობა, მაგრამ მილსადენი სხვა ენერგეტიკულ მოთამაშეებს გვერდზე დატოვებს. როგორც რუსეთმა, ისე ირანმა თავიანთი წინააღმდეგობა გამოხატეს ამ პროექტის მიმართ. ეს პროექტი გვერდზუვლის მათ გავლენას და შესაძლოა რეგიონული ბერკეტი აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ გადაიხაროს. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმვა 2005 წლიდან მიმდინარეობს, ლოგისტიკურმა, პოლიტიკურმა და ეკოლოგიურმა ბარიერებმა პროგრესი შეაფერხა. პროექტი ძირითადად ჯერ კიდევ განუხორციელებელია, მაგრამ კვლავ დაძაბულობის მთავარ წერტილად რჩება. ამ პროექტის გარშემო არსებული გაურკვევლობა კიდევ უფრო აძლიერებს რეგიონის მფრიფეობას. ყოველი შემოთავაზებული მარშრუტი ცვლის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო გათვლებს. 2018 წლის შეთანხმებამ დაარეგულირა ზედაპირული გადასახადები და თევზჭერის წვდომა. მაგრამ ზღვის ფსკერი, სადაც ნამდვილი ენერგეტიკული სიმდიდრეა, სრულიად მოუგვარებელი დატოვა. რესურსების გარდა, სტრატეგიული კონტროლიც დგას სასწორზე. რუსეთი თავის არგუმენტებს გარემოს დაცვის გარშემო აყალიბებს, მაგრამ ამავდროულად იცავს წვდომას ვოლგის მდინარისა და ვოლგოდონის არხის მეშვეობით. მაშინ როცა აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი ხმელეთით არის გაშემორტყმული და რუსეთის შესაძლებლობები ამის აღკვეთისთვის დღითი დღე მცირდება.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთი და ირანი რეგიონში უდავო სამხედრო ძალებს წარმოადგენდნენ. ორივე ქვეყანას კონფლიქტები ჰქონდა, რომლებმაც მათი ძალები დაასუსტა. მაშინ როცა ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები საზღვაო ძალებს ზრდიდნენ. ახლა კი ყველა ხუთივე მოსაზღვრე ქვეყანას რეგიონში თავისი ყოფნა აქვს. ნებისმიერი მცდელობა კონტროლის ხელში ჩასაგდებად სამხედრო ძალით იქნება პასუხობილი. ამ ეტაპზე ყველა ხუთივე პრეტენდენტი დაძაბულ მშვიდობაში იმყოფება. კასპიის ზღვაზე ხუთი სხვადასხვა პრეტენზიის პირობებში ზოგიერთმა ქვეყანამ ცალკეული შეთანხმებები გააფორმა. რუსეთს, ყაზახეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან ორმხრივი შეთანხმებები აქვთ, რომლებიც მედიანურ ხაზებზეა დაფუძნებული. ზუსტად იმას ვერავინ იღებს, რაც უნდა. მაგრამ თითოეულს რაღაც მაინც ერგება. აზერბაიჯანი და თურქმენეთი საერთო საბადოს ასაჩივრებენ. თუმცა დაძაბულობა ძირითადად დიპლომატიურ დონეზე რჩება, მაგრამ იგივე ირნზე ვერ ითქმის. ისინი უფრო აგრესიულ პოზიციას იკავებენ. ისლამურ რესპუბლიკას კასპიის ზღვაში რამდენიმე დაბალი ინტენსივობის დაპირისპირება აქვს. აქვს აზერბაიჯანული ცნობები ირანული საპატრულო ნავების მიერ კვლევით ხომალდებზე სროლის შესახებ. ამ დაძაბულობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ირანი მოლაპარაკებებშიც მკაცრ პოზიციას იკავებს. ისინი ყველა ხუთ ქვეყანას შორის ერთიან შეთანხმებას და კასპიის ზღვის უფლებების თანაბარ განაწილებას ითხოვენ. მაგრამ ჯერ კიდევ ერთი დიდი პრობლემა რჩება. ზღვის ფსკერის ტერიტორიული განაწილება კვლავ გაურკვეველია და ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ენერგიის წყაროა. შეთანხმებები მხოლოდ უფრო მარტივ ზედაპირის დონეზე არსებულ საკითხებს ეხება. წყალი საზღვრებს არ ცნობს. 6 მდინარე კვეთს საერთაშორისო საზღვრებს კასპიისკენ მიმავალ გზაზე. განსხვავებით ვოლგისგან, რომელიც მთლიანად რუსეთის ტერიტორიაა. მდინარე მტკვარი 3 ქვეყანაში მიედინება, რომელთაგან 2-ს, საქართველოსა და თურქეთს, კასპიის ზღვასთან საზღვარი არ აქვთ. ეს კიდევ უფრო ართულებს ზღვიდან ნავთობის გატანის პროცესს. ყოველი ალტერნატიული მარშრუტი სხვადასხვა დიპლომატიურ კომბინაციას იძლევა და ყველა ამ ქვეყნის მომავალი შეიძლება სასწორზე იდოს. კასპიის ზღვის ქვეშ არსებული ნავთობის მფლობელობის საკითხს გლობალურ ეკონომიკაზე უზარმაზარი გავლენა აქვს. ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ფიქრობდნენ, რომ უპირატესობას მისცემდათ, მაგრამ საზღვრების ცვლილებამ ამას შეცვალა. ამჟამად ტრილიონობით დოლარი ზღვის ფსკერის ქვესქვეშ რჩება. თითოეულ ქვეყანას რეგიონში სამხედრო ყოფნა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დომინირებენ, რადგან ისინი ერთადერთები არ არიან, ვისაც აქ ინტერესი აქვს. ოთახში უხმო მე-6 მხარეც არის და შეიძლება მათ ყველაზე დიდი ინვესტიცია ჰქონდეთ. რადგან ამ ქვეყნებმა ნავთობის გადამამუშავებელ კომპანიებთან, როგორიცაა გლობალური კონგლომერატები Shell და ExxonMobil, ასევე რეგიონულ ძალებთან, როგორიცაა Lukoil, შეთანხმებები გააფორმეს. მათ დიდი ინვესტიციები ჩადეს და პოლიტიკურმა არეულობამ შეიძლება ამ მოგებებს საფრთხე შეუქმნას. და ეს ნიშნავს ირონიულად, რომ არსებული status quo შეიძლება ყველაზე უკეთესი იყოს ყველა მხარისთვის. როცა ყველას თავისი წილი აქვს, არავის აქვს კონტროლი. 5 მთავრობა და 2 ნავთობის მრავალეროვნული კომპანია სარგებელს იღებს ერთი და იმავე გადაუჭრელი საკითხიდან. აი რატომ გრძელდება კლასიფიკაციის დავა უკვე 30 წელია? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ ჯერჯერობით ნაზადი ბალანსი გრძელდება. თუ რომელიმე ერთ ქვეყანას კასპიის ზღვაზე გაბატონდება, ყველა შეზღუდვა გაქრება. აგრესიულმა ეკონომიკურმა საქმიანობამ შეიძლება მრავალი სახეობის გადაშენება გამოიწვიოს ამ წყლებში. სოფლიოს ნავთობის დიდი პროცენტი შეიძლება ეკონომიკური ალიანსის კონტროლის ქვეშ მოექცეს. მაგრამ ეს შეიძლება იცვლებოდეს ისე, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანს. კასპიის ზღვა მცირდება. ეს ნელი, მაგრამ მუდმივი საფრთხეა. 2006 წლიდან 2024 წლამდე წყლის დონემ 6.5 ფუტით დაიკლო და რეკორდულად დაბალ ნიშნულს ზღვის დონიდან 95 ფუტით ქვემოთ მიაღწია. ვარაუდობენ, რომ ამ საუკუნეში ზღვის დონე კიდევ 59 ფუტით დაიკლებს. ეს კასპიის ზღვის საერთო ფართობის 25%-იან შემცირებას ნიშნავს. როდესაც კასპიის ზღვის ზედაპირის დონე მცირდება, თევზჭერა უფრო რთული გახდება. შესაძლოა სირთულეები შეექმნას ღრმა ზღვის ნავთობის მოპოვებასაც. პლატფორმები შექმნილია არსებული ზღვის დონის გათვალისწინებით. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ეს ცვლილება თანაბრად არ ხდება. კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც ყაზახეთს ეკუთვნის, განსაკუთრებით მოწყვლადია მცირე სიღრმისა და უდაბნოს პირობებთან სიახლოვის გამო. ყაზახეთის ენერგეტიკული სექტორი, რომელიც ძალიან აქტიურია, ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილს შეადგენს. ნავთობისა და გაზის მუდმივი ტრანსპორტირება რეგიონიდან შეიძლება აჩქარებდეს წყლის დონის კლებას. მაგრამ ეს ერთადერთი ფაქტორი არ არის. და მთავარი პრობლემა მარტივად გადასაჭველი არ იქნება. კასპიის ზღვა საბოლოოდ შეიძლება გახდეს ინკრიზისის მსხვერპლი, რომელიც მთელ მსოფლიოში წყლის ობიექტებს ემუქრება. კლიმატის ცვლილება, ტემპერატურის ზრდა, ნალექების შემცირება და აორთქლების გაზრდა ართულებს წყლის შევსებას.
მაშინ, როცა ოკეანეების დონე იზრდება, ყინულის საფარის დნობის გამო კასპიის ზღვას ასეთი გამოსავალი არ აქვს. ოკეანეებისგან განსხვავებით, კასპიის ზღვას არ აქვს გამონადენი. ცხოვრების სირთულეები და ადამიანთა შორის კონკურენცია ძლიერდება, როცა წყლის დონე იკლებს. ყაზახეთი პირველი ქვეყანაა, რომლის კასპიის ზღვაში წილმაც შემცირება დაიწყო. ის უკანასკნელი არ იქნება. ეს კი რეგიონში მეტ კონკურენციას ნიშნავს. ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური ზეწოლა გაიზრდება, რაც სავარაუდოდ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. კონფლიქტი იმ ქვეყნების შორის, რომლებიც ამ ტერიტორიას იყოფენ, თითქმის გარდაუვალია. რადგან როცა პიროგი მცირდება, ხალხს ყოველთვის თავისი ნაჭერი უნდა. მადლობა, რომ დღეს შემომიერთდით. იმედია ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ, რომ კიდევ ნახოთ მსგავსი ვიდეოები, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეწყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე მაპ ბაგზე.